გუშინ ჩვენს ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებზე, შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და Deep State-ის გავლენებზე. დოკუმენტურ ფილმში მოვლენები მიზანმიმართულად ისე იყო გადმოცემული, როგორც ამას კონტროლირებული დასავლური მეინსტრიმ მედია აწვდის საზოგადოებას. გვინდოდა გვეჩვენებინა თუ როგორ ცდილობს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა გაყიდოს ტრამპის Deep State-თან ბრძოლის მითი და შტატებში დაწყებული რებრენდინგის პროცესი რეალურ დაპირისპირებად წარმოაჩინოს. დღეს კი გაჩვენებთ რა ხდება სინამდვილეში, კულისებს მიღმა. რა ბედი ეწია Deep State-ის დამარცხების იდეით ხელისუფლებაში მოსულ ტრამპის დაპირებებს. LGBT პროპაგანდის დასრულება, ომების დასრულება, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, ფსევდოლიბერალური მედიის ჰეგემონიის დასრულება. ეს იყო ტრამპის დაპირება არა მხოლოდ შტატების, არამედ მსოფლიოს წინაშე. გრძნობს კი მსოფლიო ტრამპისა და Deep State-ის ბრძოლის შედეგებს. არის რაიმე ძირეული ცვლილება. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია, ანუ Deep State და მათი მოქმედებების მთელი პალიტრა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სრულად გაიშიფრა. საქართველოში უკვე ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ ცდილობდნენ Deep State-ის მარიონეტები ქვეყნის ომში ჩართვას. არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში. მე რა. არ ვიცი. მაინც ვერ გაიმარჯვებს, რაღაც უნდა მისცე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, თუ კი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო. როგორ მდიდრდებოდა ომის ხარჯზე სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი? როგორ აფინანსებდა გლობალისტების ხელში იარაღად ქცეული USAID და ნედის სახელმწიფო გადატრიალებებს სუვერენულ ქვეყნებში? როგორ აღშობდა განსხვავებულ აზრს მათ მიერ მართული მედია თუ სოციალური ქსელები? როგორ მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნების მორალური და ტრადიციული ფასეულობებისგან სტერილიზება LGBT პროპაგანდით? და სწორედ ამ პირობებში უეცრად თითქოს და გარდამტეხი ცვლილებების ნიავმა დაუბერა. შტატების საპრეზიდენტო მარათონში დონალდ ტრამპი ჩაერთო, რომელმაც ომი გამოუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციას და ის თავადვე გააიგივა Deep State-თან. მას იმედით შეჰყურებდა ყველა, რადგან ღიად აცხადებდა. ჩემი გეგმა დავანგრიო Deep State-ის შემდეგ კი ვაშინგტონის კორუფციულ ბიუროკრატიას გამოვტაცოთ ჩვენი დემოკრატია. ეს იმედის სხივს გავდა, რადგან ყველა სახელმწიფო, რომელიც გლობალური ომის პარტიის, ანუ Deep State-ის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევდა, ფიქრობდა, რომ რაღაც კარდინალურად შეიცვლებოდა, ყველა პრობლემური მიმართულებით, რაზეც ტრამპი წინა საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. უკრაინაში ომს 24 საათში დავასრულებ. ღმერთმა შექმნა ორი გენდერი, კაცი და ქალი. ჩვენ გვწამს, რომ რწმენა და ოჯახი არის კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ერი საზღვრებს გარეშე არ არის ერი. ჩვენ გავწმენთ ეროვნული უსაფრთხოების და დაზვერვის სისტემას კორუმპირებული პირებისგან, რომლებიც მრავლად არიან. და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც, მაგალითად LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი. ასევე ტრამპმა დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ომის დასრულების მიზნით. ამხილა ამერიკული ფონდებით აღლითობაში და დახურა ისინი. USAID-ის მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას. სწორედ მისმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხო ქვეყნებში გრანტების სახით ჩარიცხული ამერიკული ფული სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად იხარჯებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების სფერო და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებთან მიმართებით არაეთიკურია. ისინი მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისთვის წირის გამოთხრას. უცხოურ ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან. ტრამპმა ასევე შეუწყვიტა დაფინანსება Deep State-ის მიერ მართულ რადიო თავისუფლებას, რომელიც ომის პროპაგანდასა და სუვერენული სახელმწიფოების ეროვნული მთავრობების წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს აწარმოებდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს 7 ფედერალური სააგენტოს შემცირებას, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა, რადიო
თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს. ერთი შეხედვით ნამდვილად იმედის მომცემი ნაბიჯებია, თუმცა ეხმიანება კი ეს ქმედებები სათანადოდ იმ დიად მიზანს, რომელიც დონალდ ტრამპმა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის ქვაკუთხედად აქცია Deep State-ის დამარცხებას. ამის გასაგებად საკითხს უფრო ფართო სურათში უნდა დავაკვირდეთ. მაგალითისთვის, თუ ტრამპი ღიად დაუპირისპირდა ტრანსგენდერიზმს, LGBT პროპაგანდა ძირეულად არ აღმოფხვრილა და კვლავ ჩვეულ რეჟიმში გრძელდება გეი ქორწინებები თუ პრაიდები, რასაც დაემატა ბრიუსელში გადაბარგებული Deep State-ის მიერ ფერადი წნეხის გაზრდა მსოფლიოზე ევროკავშირის გამოყენებით. ჩვენ გვჭირდება ყველა ალიანსი და გაერთიანება უმცირესობების, მათ შორის LGBT ადამიანების უფლებების უზრუნველსაყოფად და ჩვენ მოწოდებულნი ვართ განვახორციელოთ ეს. ამის კარგი მაგალითი ხომ საქართველოა, რომელსაც ევროინტეგრაციის თემით აშანტაჟებენ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაწევას თხოვენ. ამ მოცემულობაში შანსი არაა საქართველოს ევროინტეგრაცია. თუ ტრამპმა USAID-დან ედი დახურა, რადგან ისინი უცხო ქვეყნებში გადატრიალებებს აწყობდნენ, ეს სიცარიელე ევროკავშირის ფონდებმა ამოავსეს. ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის მრავალმილიარდიან საგარეო დახმარების პროგრამას, რათა დააფიქსიროს ფონდების განაწილება უფრო მჭიდროდ თავისი საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან. ევროკომისია საგარეო დახმარებას გახდის უფრო მიზანმიმართულს პარტნიორებისთვის. თუ ტრამპმა Deep State-ის პროპაგანდისტულ მანქანად გამოაცხადა რადიო თავისუფლება და დაფინანსება შეუწყვიტა, ეს ტვირთი ასევე ევროკავშირმა აიღო. სიამოვნებით გატყობინებთ, რომ ჩვენ ვამზადებთ 5,9 მილიონი ევროს კონტრაქტს ევროპის დემოკრატიის ფონდთან და ეს მხარდაჭერას გაუწევს რადიო თავისუფლების მნიშვნელოვან საქმიანობას. გამოდის, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინამ ბრიუსელში გადაინაცვლა და მათ აიღეს საკუთარ თავზე ყველა იმ პროგრამის უზრუნველყოფა, რაც ტრამპმა დახურა შტატებში. რითაც უნდა ვიფიქროთ, რომ ტრამპი და ბრიუსელი იდეოლოგიურ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, მაგრამ როგორც ბრძენი ქართველი ხალხი ამბობს, როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო. ხოდა სწორედ ვაშინგტონიდან გაკეთებულ მქუხარე განცხადებებსა და მასთან შეუსაბამო შედეგებს ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელშიც საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული ტრამპისა და ბრიუსელში გადაბარგებული Deep State-ის შესახებ. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან Deep State-ის და ფონდების, USAID-ისა და NED-ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია Deep State-თან ბრძოლის 7 თვე, სადაც აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID-ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო JD Vance-მა NED-ზე განაცხადა, რომ გზასაცდენილი ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით. საქართველოს პროკურატურის მიერ ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ Deep State-ის მიერ ღიად მიმართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას, როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო. კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი, ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობაში, ხოლო Deep State-ის მორჩილი ევროპა კბილებით იცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს. რა ხდება, ნუ თუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა, ნუ თუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია, სწორედ ეს არის მთავარი კითხვები. თითქოს მართლაც ყველაფერი ლოგიკურია და ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რომ დონალდ ტრამპსა და Deep State შორის თუ გამალებული ბრძოლაა, ხოლო Deep State-ის ინტერესებს ახლა ევროკავშირი იცავს. ტრამპსა და ევრობიუროკრატებს შორის ძალიან მწვავე დაპირისპირება უნდა იყოს. თუმცა ხდება კი ასე. არის კი ოვალური კაბინეტიდან გაჟღერებული სიტყვები და მას მოყოლილი ქმედებები და შედეგები ერთმანეთთან კორელაციაში. ამის გასარკვევად ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვთავაზობს, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას ფართო სპექტრში შევხედოთ. ორ პლასში უნდა განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები. ერთი არის იდეოლოგია, რომელიც იცვლება და შეიცვალა და მეორე არის გეოპოლიტიკა. ჩვენ ვართ იდეოლოგიურად დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია
და ქართული ოცნების და საქართველოს უდიდესი ნაწილის მე ვთქვი ქართული საზოგადოების როგორც ასეთის იდეოლოგია არის მსგავსი, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ისინი გეოპოლიტიკური მოკავშირეები არიან. აქედან გამომდინარე, თან მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როცა ყველაფერი დაინგრა, აღარ არსებობს ძველი წესრიგი, ახალი ჯერ შექმნილი არ არის. არავინ აღარ იცის რა არის სტრატეგიული პარტნიორი რეალურად. ახლა კი დავუბრუნდეთ ტრამპის შტატებისა და Deep State-ის ბრიუსელს შორის არსებულ ურთიერთობებს, რომელსაც ზაზა შათირიშვილი კონკრეტული ფაქტების მიხედვით აფასებს. ცხადია, არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც Deep State-ი დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ, საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ Deep State-ის ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში დატოვონ, თუნდაც უფრო აგრესიულად დაღიათ. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არის. თქვენი წერილიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ და ვიფიქროთ, რომ Deep State-ის ამოცანები არ შეცვლილა, უბრალოდ შეიცვალა ადმინისტრაცია და ახლა ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ახალი გზებით, განსხვავებული გზებით, რომელიც არ გაშიფრულა ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის, აგრძელებენ ძველი ამოცანების შესრულებას. რებრენდინგი ძალიან საინტერესო რამეა. რებრენდინგი ნიშნავს იმასაც, რომ გადახალისდა იდეოლოგიურად, ეს აღარ არის ბაიდენის ამერიკა, ეს არის სხვა ამერიკა, მაგრამ ამავე დროს მოხდა რებრენდინგი Deep State-ის, რა თქმა უნდა, მოხდა სერიოზული ცვლილება, სერიოზული რებრენდინგი იდეოლოგიური თვალსაზრისით. თავისთავად ის, რომ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ბაიდენის ომია და ჩემი ომი არ არის, შენ დროს ეს არ მოხდებოდა, ხო? ხალხია კაცი არ შემდეგ ეს არის USAID-ის დაშლა, რადიო თავისუფლებაზე უარის თქმა და ასე შემდეგ, ხო? ეს სერიოზული რებრენდინგი არის იდეოლოგიური. გეოპოლიტიკური ამოცანებით რა არის? ვებხვია. ვებქმა შეიძლება ესე იგი შეიცვალოს იდეოლოგია, მაგრამ ბუნებას ვერ იცვლის. თემს რაც წადიან, მას იზამს თავის თემობის წესით. აი ეს თემი არის Deep State. აი ვაჟას გაგება თემის, ეს არის Deep State. და აი რა უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც წერთ წერილში, რომ არ არსებობს არანაირი Deep State-თან მებრძოლი ტრამპი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ის დაუპირისპირდეს, ეს ნიშნავს, რომ მან უნდა დაანგრიოს საკუთარი კულტურული კოდი, რაც შეუძლებელია. თუ ეს კოდი იშლება კულტურული, მაშინ ქვეყანა კულტურას ინგრევა. თუ ფაქტებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ Deep State-ის მორჩილი ბაიდენის ადმინისტრაცია Deep State-დან მებრძოლმა ტრამპმა კი ჩაანაცვლა, მაგრამ უცვლელია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის ამოცანების შესრულების დინამიკა, ანუ ევროპის დასუსტება და ომის დიდ ფინანსურ მოგებად ქცევა. კერძოდ, ტრამპმა გაზარდა წნეხი ევროკავშირზე და მათ ეკონომიკაზე. ევროპელებს მოუწიათ თავდაცვის ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საუბრის მთავარი ფოკუსი სამიტზე იყო ის, რომ სხვა ნატოს წევრებმა უნდა იტვირთონ ევროპის დაცვის ტვირთი, მათ შორის ფინანსური ტვირთიც. როგორც იცით, თავდაცვის ხარჯები იყო 2%, ჩვენ ავწიეთ 5%-მდე და მათგან რამდენიმე მითხრა. ბატონო, ჩვენ 20 წელია ვცდილობთ 3%-მდე აწევას. ისინი ძირითადად ყველა, თითქმის ყველა ახლა 5% შეიტანენ. ასევე ევროკავშირმა ხელი მოაწერა იმგვარ სავაჭრო შეთანხმებას შტატებთან, რომელიც ანგრევს ევროპულ ეკონომიკას. კავშირი დათანხმდა ცალმხრივ 15%-იან ტარიფზე. 15% ცუდი ციფრი არ არის, ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. აიღო ვალდებულება, რომ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს და დამატებით 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს. ეს გარიგება, რომ ცალსახად დამანგრეველია ევროპისთვის, ამას ევროპელებიც ვეღარ მალავენ.
შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემორჩილა. რაც შეეხება ომის ნაწილს, თუ Deep State ომებს ახალისებდა, ტრამპი კი მის დასრულებას ცდილობს. რას ემსახურება ის ფაქტი, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ტრამპმა კი არ შეზღუდა, არამედ ევროპელებს დააკისრა ამერიკული იარაღის სრულად შესყიდვა უკრაინისთვის. ევროკავშირი დათანხმდა შეიძინოს უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, ანუ Deep State გამდიდრებას განაგრძობს სრულად ევროპული ფულით უკრაინელების სიცოცხლის ფასად. რაც შეეხება Deep State-ის რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო სტატობას მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ Deep State მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, Deep State-ის მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს Deep State-ს ებრძვის. როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც Deep State-ის ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან ამერიკის შეერთებული შტატების გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. მართლაც იწვევს კითხვებს ის, თუ როგორ მოხდა, რომ Deep State-ის დაუძინებელ მტერს, Deep State-ისვე მართული ევრობიუროკრატია მუხლებზე უდგება. განა პირიქით არ უნდა იყოს? განა ტრამპსა და მართულ ევრობიუროკრატიას დაძაბული, ხოლო Deep State-თან მებრძოლ მთავრობებსა და ტრამპს ჰარმონიული და მჭიდროდ პარტნიორული ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ? აი რამდენიმე ფაქტი, რაც ამ შეუსაბამობაზე მეტყველებს. კითხვებს იწვევს ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ დაგმო, თუმცა არ იმოქმედა რუმინეთში კონსერვატორი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს დასაცავად, როდესაც Deep State-ის დაკვეთით გამარჯვებულ კანდიდატს უსაფუძვლოდ გაუუქმეს არჩევნების შედეგები. შემდეგ კი ახალ არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალეს. ტრამპი ასევე არ მოქმედებს ევროკავშირის ზეწოლაზე, უნგრეთის მიმართ, როდესაც კონსერვატორ ორბანს მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამოსჯიან. არ მოქმედებს, როდესაც სერბეთში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას ცდილობენ იმავე მიზეზებით, რომლის სათავეშიც ასევე ბრიუსელი დგას. ტრამპის ადმინისტრაცია გმობს, თუმცა არ მოქმედებს სიტყვის თავისუფლებისა და ოპოზიციის შეზღუდვის მცდელობებზე გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ეს მაშინ, როდესაც თავადვე აღუთქვამდა კონსერვატორ პოლიტიკოსებს მხარდაჭერის პირობას ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში, მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ყველა ჩვენგანი, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა. ჩვენ გავიმარჯვებთ, მივმართავ კონსერვატორებს მთელ ევროპაში. გააგრძელეთ ბრძოლა. ჩვენ ახლა ვიმარჯვებთ და ამას გამარჯვებითვე დავასრულებთ. და ბოლოს, კითხვებს იწვევს ტრამპის ადმინისტრაციის დუმილის საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, რომლის შეთავაზებაც ქართული ხელისუფლების პირველი პირებისგან ღიადაც მიუღია და დახურული წერილებითაც. რატომ ჭიანურდება Deep State-ის წინააღმდეგ მებრძოლი ტრამპისა და ასევე Deep State-ის გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს თანამშრომლობის აღდგენის პროცესი, რომელიც თავის მხრივ Deep State-ის მარიონეტად გამოცხადებულმა ბაიდენმა შეწყვიტა. თანაც იმ პირობებში, როცა ტრამპისა და ქართული ოცნების პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია, ორივე LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდის. ორივე სუვერენიტეტის პატივისცემაზეა ორიენტირებული. ორივე აღიარებს და გმობს, რომ Deep State-ის მიერ მართული ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელების ფულს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, სახელმწიფო გადატრიალებისთვისა და ფერადი პროპაგანდისთვის ხარჯავდა. ორივე თანხმდება, რომ ომი მშვიდობამ უნდა შეცვალოს. ორივე ამბობს, რომ ძლიერი ოჯახი და ქრისტიანული ღირებულებები ერის საძირკველს წარმოადგენს. სულ ბოლოს, პრეზიდენტ ყაველაშვილმაც ხომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის დონალდ ტრამპს მიმართავს და წუხილს გამოთქვამს ურთიერთობების გადატვირთვის გაჭიანურებულ პროცესზე. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი კი საკუთარ წერილში ამ დისონანსზე შემდეგ მოსაზრებას გვთავაზობს. ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე, მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, იმის მიმანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილე
მოხილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი Deep State-თან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს, თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დაალაგება რა გაგიხდათო, სწორედ აქ არის ზაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ Deep State-ი არ ჩქარობს. მას უნდა რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად გალახული იჯდეს. ახლა კი საბოლოო დასკვნამდე შევაჯამოთ, რა წააგო Deep State-მა ტრამპთან დაპირისპირებით, ან პირიქით, რით დაზიანდა ტრამპი ამ ძლევამოსილ გიგანტთან ბრძოლაში. ფაქტია, რომ Deep State-თან მებრძოლ ტრამპს Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია ფეხქვეშ ეგება, რომელიც საკუთარ ეკონომიკას ანადგურებს, რითაც ტრამპიც მოგებულია და Deep State-იც აგრძელებს ევროკავშირის დასუსტებას, ანუ ისიც მოგებულია. ფაქტია, რომ ომი კვლავ ამდიდრებს სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს, რადგან ტრამპის მოთხოვნით უკრაინაში გასაგზავნი ამერიკული იარაღის ხარჯები ევროპამ უნდა დაფაროს. ტრამპი ძლიერ ლიდერად გამოჩნდა იმ ამერიკელების თვალში, ვისაც ომის დაფინანსება აღარ სურდა. Deep State-მა კი ომიც გააგრძელა და მისი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსიც მდიდრდება ევროპული ფულით. აქაც ორივე მოგებულია. ფაქტია, რომ ვაშინგტონიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება კონსერვატორი მთავრობების დასახმარებლად. მართალია მათგან კრიტიკა ისმის, რითაც ტრამპის ადმინისტრაცია კონსერვატორ ამომრჩეველში ქულებს იწერს, თუმცა კონსერვატორი პოლიტიკოსების დევნას Deep State-ი კვლავ აგრძელებს და მას ხელს რეალურად არავინ უშლის. და ბოლოს, ფაქტია, რომ სრული იდეოლოგიური თანხwebdriver's მიუხედავად, მაინც ჭიანურდება შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აღდგენის პროცესი. ასე რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტის გათვალისწინებით, ლეგიტიმურია ვიფიქროთ, რომ თეთრი სახლიდან ეს დისტანცია ყურადღების ნაკლებობა კი არ არის, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული პროცესის ნაწილია. ისე ჩანს, რომ ოკეანის გაღმიდან ადრე ხმაური აძლიერებდა Deep State-ის ქართველ მარიონეტებს და რადგან ეს ხმაური გაიშიფრა, ტაქტიკა შეიცვალა და ახლა სიჩუმეა ის სამაშველო რგოლი, რაც ქართველ რადიკალებს უნდა დაეხმაროს. კატა და ვეფხვი ერთ ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ვეფხმა შეიძლება კატა შეჭამოს. ამიტომ ფიქრობ ჩვენი ღირებულებები მსგავსია, მაგრამ ფორმები არის განსხვავებული და მასშტაბები და მოცულობა თქვა ასე. ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე. პირველ რიგში უნდა მოუფრთხილდე საკუთარ არეალს. იმიტომ რომ შენი საკუთარი არეალი, შენი კულტურული ლანდშაფტი არის შენი კოდის გარკვეული გამოხატულება. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ მამული ენა სარწმუნოება, ეს არის გარკვეული აზრით, მე ესე ვიტყოდი, სამი განზომილება ჩვენი კულტურული კოდის. აქედან გამომდინარე, როგორც კი ერთი ელემენტი დაიკარგება, დაიმსხვრევა კოდის. აი ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არის ქართული კულტურა.